ჩვენ მიმართვა მოვამზადეთ ბატონი გიორგი მარგველაშვილის მიმართ, ამ მიმართვას ასევე განვათავსებთ სოციალურ ქსელებში, ეს ხაშურის მასწავლებელთა სახელით გახლავთ მომზადებული კონკრეტულად ამ წუთას ჩვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სახელით. ძალიან ბევრი სკოლის მასწავლებელი გვირეკავს და გთხოვს რომ მოვაგვაროთ ეს საკითხი, ერთად დავდგეთ ყველა და მივაწვდით ეს ერთიანი ხმა. ჩვენ ვახსენებთ ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც მინისტრად დანიშნვის პირველსავე დღეს აღნიშნა, რომ მანდატურების სამსახური გადაუხედავად გაუქმდება. ჩვენ ველოდებოდით და ველოდებით კიდევ, ეს არ არის საყვედური. მეტ თანამშრომლობას, მეტ ურთიერთობებს მათთან, კონსულტაციებს, პრობლემების მოსმენას და ამით შეიძლება ერთადერთი რომ ეს ძალიან მტკივნეული პირიქით, ძალიან მტკივნეული სფერო, განათლების სისტემა რაღაცნაირად ფეხს ედადგეს და გამოსწორდეს ის ყველაფერი, რაც გვაწუხებს. მე იმას ვერ ვიტყვი, რომ მანდატურების ყოფნა სკოლაში საჭირო არ არის. არის გარკვეული მიმართულებები, რომელსაც მასწავლებლები აღიქვამენ შეურაცხყოფელად და ამის შესახებ თვითონ მოგახსენებთ. რას? არა, ეს მათი ის არის შეხედულება, მათი პოზიცია. კატეგორიულად მოვითხოვთ მანდატურების სკოლიდან წასვლას. ეს არის მასწავლებლების მიმართ დაცინვა, მასწავლებლის უფლებების შეზღუდვა, მასწავლებლის უფლებები უნდა გაიზარდოს უფრო. და მასწავლებელი უნდა იყოს უფრო მეტად დაფასებული. რაში იზღუდებით? რაში ვიზღუდებით? ჩვენ მიგვაჩნდა რომ თუ კი მანდატურები იქნებოდნენ, თავიდან მივესალმეთ ამ ინსტიტუტს, გვეგონა რომ მანდატურები, მასწავლებლები და ბავშვები ვიქნებოდით, ასე ვთქვათ, უფრო კარგად, მაგრამ აღმოჩნდა რომ მანდატურები პირიქით აქეზებენ მოსწავლეებს, ასე ვთქვათ, მათ უნდათ რომ ეს აგენტებად გაზარდონ. ეს ბავშვები უკეთესი იქნება სკოლაში იყვნენ კვალიფიციური ფსიქოლოგები. ქართულის მასწავლებელი კი არ იყოს ფსიქოლოგი, ან ინგლისურის მასწავლებელი ფსიქოლოგი, პროფესიონალი ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს იმ სიძნელეების გადალახვაში. ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა. და ეს არ უნდა იყოს ფორმიანი ადამიანი, რომელიც აგენტებად ჩამოაყალიბებს მათ. და ამხედრებს მასწავლებლების წინააღმდეგ. ფუნქციას, რასაც ისინი ასრულებენ, თითოეული მასწავლებელი დარწმუნებული ვარ წარმატებით გართმევს თავს. თუ ჩვენ მოგეცემათ ის უფლებები, რაც უფლებები მათ გააჩნიათ. პრობლემა მანდატურის სამსახურთან დაკავშირებით და დღეს გვხვდება ინფორმაცია, რომ მათი უფლებამოსილება არათუ დაუბრუნდა ძველ ფუნქციებს, 5 პუნქტით გაიზარდა. ვეკითხებით კონკრეტულად რას ნიშნავს 5 პუნქტი, ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი სამსახურის უფროს, რომელიც კონკრეტულად ამ 5 პუნქტს გაგვაცნობს. ჩვენ გავჩერდით საარჩევნო პროცესის შემდეგ და დაველოდეთ სიტუაციას, გვითხრეს რომ პედაგოგების კონტროლის შეწყდა მათი მხრიდან. ამ პერიოდის მანძილზე მართლა აღარ იგრძნობოდა, ისინი ცდილობდნენ გარიდებოდნენ ამ სიტუაციას, მასწავლებელთან არ შესულიყვნენ, არც კონფლიქტში, არანაირ სიტუაციაში არ შესულიყვნენ. მასნაირად განზე იდგნენ. აი დღეს მოვდივარ სკოლაში და გვხვდება ინფორმაცია, რომ ჩვენ გვიბრუნდება იგივე ფუნქციები, რაც გვქონდა. და არა მარტო გვიბრუნდება, გვეზრდება უფლებამოსილება. დაგვიკონკრეტონ რა უფლებამოსილება ეზრდება და რას გულისხმობს ეს 5 პუნქტი. იმიტომ ჩვენ არ ვიცით ამ 5 პუნქტს მე რას დაარქმევენ, რა იქნება 5 პუნქტში და რა პრობლემებს შეუქმნიან ისევ მასწავლებლებს. ყველა მასწავლებელი ვართ დაკვირვებული, დგანან კარებთან მოყურადებულნი არიან და ხშირად, როდესაც გვაქვს გაკვეთილის შეჯამება. მაგ დროს განსაკუთრებულად ჯგუფური მუშაობის დროს ხმაურია კლასში. წარმოუდგენელია რომ არ იყოს ხმაური. ამიტომ სულ ვარ დაძაბული პირადად მე და ვეუბნები ბავშვებს. ბავშვებო, ძალიან გთხოვთ, ვიჩურჩულოთ და ისე ვილაპარაკოთ, რომ არ ეგონოთ, რომ ჩვენი კლასიდან იმიტომ გადის ხმაური, რომ აქ რაღაცა დისციპლინა იყვება. ამიტომ რასაკვირველია, დაძაბულობა არსებობს. ჩვენი დებულება არ არის დამტკიცებული ჯერ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება და გამომბრძანდით შემდეგ და მოგახსენებთ ყველაფერს. რამდენად ხორციელდება თქვენი დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ კონტროლ, რამდენად აკონტროლებს მასწავლებლებს? ჯერ არ ვაკონტროლებთ არაფერს, სანამ დებულება არ დამტკიცდება, მანამდე არაფერს საკითხებას არ ვაპირებთ. ან თქვენ თვითონ აქამდე, ან კვირაში თქვენ არ აკონტროლებთ მასწავლებლებს? არაფერს არ. ეს ისეთები გააკონტროლოთ, ჩვენ რაც პუნქტით იწვება თქვენ დებულება. არ ვიცი, რამდენი შეიძლება ეგ არ ჩვენ არ ვიცით და როგორ შეიძლება მოვბრძანდით გამოიარეს პირის დროს და მოგახსენებთ ყველაფერს.